თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მისი მოადგილის გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ვლადიმერ ღუდუშაულის და ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოში ჩვენება მისცა ამავე საქმეზე ბრალდებულმა ვლადიმერ ღუდუშაურმა. ღუდუშაურმა ისაუბრა, რომ მან დავალება უშუალოდ მაშინდელი თავდაცვის მინისტრისგან მიიღო, რომ გორის ჰოსპიტალისთვის სამედიცინო აპარატურა და ტექნიკა კონკრეტული პირისგან ზურაბ ტუკვაძისგან ეყიდა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით მან ინფორმაცია მის ზემდგომს გიორგი ხაინდრავას მიეწოდა და ხაინდრავასგან მიიღო პასუხი, რადგან ეს იყო მინისტრის დავალება, უნდა შეესრულებინა. ღუდუშაურმა დღეს სხდომაზე აღნიშნა, რომ გრძნობს თავის პასუხისმგებლობას და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ბრალდებული რომელმაც დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა, გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ღუდუშაურის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართოს. სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაახლოებით 2022 წლის ნოემბრის თვეში დამიკავშირდა მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც მითხრა, რომ საჭირო იყო გორის ჰოსპიტალისთვის ტექნიკისა და ინვენტარის შესყიდვა, რომელიც უნდა შეგვესყიდა საიდუმლო წესით და შესაბამისი წერილი მომივიდა გორის ჰოსპიტალისგან. მკითხა, ვიცნობდი თუ არა ზურაბ ტუკვაძეს, რაზეც უპასუხე, რომ არ ვიცნობდი. მომცა ზურაბ ტუკვაძის ნომერი და დამავალა. მისგან და მისი მითითებით განმეხორციელებინა აღნიშნული შესყიდვები. შემდეგ საქმის კურსში ჩავაყენე თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, რომელმაც მითხრა, რომ ვინაიდან დავალება მოდიოდა მინისტრისგან, მივყოლოდი მინისტრის მითითებას. დავუკავშირდი ზურაბ ტუკვაძეს, დავიბარე თავდაცვის სამინისტროში, ჩემს სამუშაო კაბინეტში. როდესაც ვესაუბრე, მივხვდი, რომ ჩემს ზარს ელოდებოდა. რამდენიმე დღეში ტუკვაძე მოვიდა ჩემთან კაბინეტში, გავიცანით ერთმანეთი. რაიმე შინაარსობრივი საუბარი არ მქონია. გადმომცა ორი კომპანიის რეკვიზიტები და მითხრა, რომ აღნიშნულ კომპანიებთან ჩამეტარებინა ბაზრის კვლევა და შესყიდვა. ამის შემდეგ გორის ჰოსპიტალისგან მომივიდა მოთხოვნა, სადაც საკმაოდ ვრცელისია იყო ტექნიკისა, რომელიც გავაცანი ჩემს მოადგილეს. რაც შეეხება ზიანს, ღუდუშაურმა განმარტა, რომ ჩვენო მაგალითად პირდაპირ მწარმოებლისგან რო შეგვეძინა, უფრო იაფად ვიყიდითო. ეს ბუნებრივია, ასე ხდება. მისი ავტორიზირებული თანამშრომელი ვინც იყო აქ გიორგობიანი ჩვენ დავკითხეთ, მან თვითონვე განაცხადა მაგალითად, რომ მას ინტერესიც კი არ ქონდა საიდუმლო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება მიეღო, იმიტომ რომ იმდენად მცირე იყო ასეთ შესყიდვებში მისი ბრუნვა, ფინანსური და ბიზნეს ინტერესი მას არ ქონდა, ერჩივნა სხვისთვის მიეყიდა და იმას, ვისაც ასე ვთქვათ, საიდუმლოზე დაშვება ქონდა. ჩვენ შეთავაზება საპროცესო შეთანხმებაზე არ გაგვიკეთებია, ასევე არ გქონია პროკურატურისგან. არ ვიცი, ნახოთ, ჯერ დრო არის. მომავალი გაჩვენებს რა იქნება. შესყიდვები მიმდინარეობდა პირდაპირ დავალებით ჯუანშერ ბურჭულაძის, ამაში ჩართული იყო მინისტრის მოადგილეს გიორგი ხაინდრავაც და ყველაფერი, ასე ვთქვათ, აღიარა მოცემულ სხდომაზე ბრალდებული. სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ არაერთხელ უკითხავთ და გაუჟღერებიათ ეს აზრი. თუმცა არც ერთ მათგანს არ მოუმართავს ოფიციალურად განცხადებით და მათთანაც ეს მაქვს გაჟღერებული ადვოკატებთან, რომ აუცილებელია შემოიტანონ განცხადება, სურთ თუ არა საპროცესო შეთანხმება, ვის სურს, რა პირობებზე სურს და ასე შემდეგ. დღეს გამარავის განცხადება არ ფიქსირდება.